მოგესალმებით ყველას. დღეს მარტო ვიქნები სტუმრის გარეშე. და დღევანდელი ვიდეო მინდა ესეთი მოკლე შესავლით დავიწყო და ბოდიში მოგიხადოთ იმასთან დაკავშირებით, რომ კომენტებში თუ რამე სიბინძურე შემოდის, ხანდახან დროულად ვერ ვასწრებ ხოლმე, რომ ამოვშალო და რაღაც ამ დაგვარი ან დავბლოკო. ასე რომ ბევრი თქვენთაგანი, ვინც ბოლო ორ ჩემს სტრიმს თვალი ადევნით, შესაძლოა კომენტარებში რაღაც სიბინძურე და სიბილწე ნახეთ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მოკლე პერიოდში მოვახერხო და ამოვშალო მსგავსი შეფასებები, კომენტარები თუ ასე შემდეგ. და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, ერთ-ერთმა მაყურებელმა, მსმენელმა ესეთი შენიშვნა მოიწერა, რომ სტრიმის დროსო, როცა სტუმარი ყავს მოწვეულიო, თურმე არ ვარგა, როცა ლუდს ვაო. ხო ის აუცილებლად რაღაც ახალი აღმოაჩინა, თურმე მე არ ვიცოდი და თუ მიყურებს ეს მსმენელი და მაყურებელი, აი ეს ჭიქა არის და ამ ჭიქაში მწვანე ჩაია და არა ლუდი. მაგდენი განათლება მაქვს ბოლო 58 წლის ვარ და ვიცი, რომ სტუმართან თანდასწრებით მით უმეტეს როცა საჯარო YouTube-ს წერ, სასმელით რომ არ უნდა ვიყო და პლუს კიდე სიგარეტით. მით უმეტეს არ სვავ სასმელს საერთოდ. ესეც შესავალი. ეხლა რა მინდოდა მეთქვა. მოკლედ, დღეს ორშაბათია, 21 რიცხვია. ნიუ-იორკის დროით უკვე შუაღამს გადაცდა. და როგორც ჩანს, ისეთი პერიოდი ჩანს, რომ ძიმე ცხელი ზაფხული იქნება დარჩენილი. ზაფხული უნებრივია, ივლისის კიდე 10 დღე დაგვჭა, პლუს ამას აგვისტო დაემატება. შემოდგომას არჩევნებია საქართველოში და სოფლიოშიც ბევრი მრავალი წერტილი არის. ცეცხლმოდებული, ასე ვთქვათ, რუსეთ-უკრაინის ომის გარდა. ორი დღის წინ დაიძაბა სიტუაცია კვლავ აბატეთ. კვლავ დაიძაბა სიტუაცია ტაივანის გარშემო. ტაივანზე მოეწყო ესეთი საყოველთაო მანევრები, ანუ ემზადებიან ჩინური ინტერვენციისთვის, ამდენად ეს მოხდება, ეხლა სხვა საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ დაძაბულობაა. ახლო აღმოსავლეთში არ ცხრება სიტუაცია. რამდენიმე დღის წინ ისრაელის შეერაღებულმა ძალებმა კვლავ დაბომბეს დამასკი და დასავლეთის მიერ და კონკრეტულად ბატონი ტრამპის მიერ აღიარებული ალჯალანით, რომელსაც გადაულოცეს ძალაუფლება სირიაში, ისიც კი დარტყმის ქვეშ მოხვდა. ხოთაშორის დღეს ჩემს მეგობრებთან ვსაუბრობდი იმაზე, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს დიდი სახელმწიფოს მართვის უფლება ჰქონდეს, აი პირობითად ავიღოთ ისეთი, როგორც არის მაგალითად 10-15-20 მილიონიანი სახელმწიფოები, ანუ ამ მსგავსი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი რო იყოს, ხო წარმოგიდგენიათ, რას ჩაატარებდა და რას მოაწყობდა თავის გარშემო, როცა ეს პატარა ისრაელის კვალობაზე ხელა გაუგებრობის აწყობს ახლო აღმოსავლეთში და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა ამერიკის შეერთებულ შტატებს ითრევს და ითრევს. თან ეს ნელ-ნელა და ნაბიჯ და ამის შეჩერების პირი არ უჩანს. მე არ ვიცი ხა ტრამპი რას მოახერხებს კიდე რა საჯარო განცხადებებს გააკეთებს და საერთოდ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს, მაგრამ ფაქტად რჩება. არ დაგვავიწყდეს სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენები. მე ჩემს ორივე სტუმარს ამასთან დაკავშირებით ვესაუბრე და ამონწორავი პასუხები გაგვცეს, როგორც თქვენ, ასევე მე, ბატონმა სოსომ და ბატონმა ნუკრიმ, მაგრამ იმდენად კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება ყველაფერი, რომ შესაძლოა ეს მოცემულობა რამდენიმე დღეში, თუნდაც ერთ კვირაში უკვე აღარ იყოს და აქედან გამომდინარე მე ვეცდები, რომ ხშირი ინტენსივობით მოვიწვიოს სტუმრები. ვითვალისწინებ რა, რომ ზაფხულია, ყველას სურს დასვენება, ორი კვირა, სამი კვირა, ვიცი რომ
უმეტესობა მათ ყავთ ოჯახი და შვილები, ამიტომ გასაგებია რომ ყველა ვერ შეძლებს, მაგრამ ვინც შეძლებს, დამიჯერეთ, რომ ამ 9 აგვისტოს თვეში იქნებიან ჩემი სტუმრები. იქნებიან ბუნებრივია ახალი სახეები და იქნებიან ასევე ახალგაზრდა რესპონდენტები, რომლებსაც დიდი აუდიტორია ყავთ და თავიანთი სიტყვა ეთქმით. რა შეიძლება კიდე გითხრათ აი ამ დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამერიკაში არის არაერთმნიშვნელოვანი სიტუაცია, რაც გულისხმობს კერძოდ ნიუ-იორკის შტატში დემოკრატების პრაიმერისი დამთავრდა და გაიმარჯვა ვინმე მამდანიმ, რომელიც არის 33 წლის. არის წარმოშობით უგანდიდან, მაგრამ აფრიკელი არ არის, ანუ შავკანიანი არ არის. და მოკლედ ადრე TikTok-ით იყო დაკავებული, კიდე სხვა PR-ულ ქმედებებში იყო შემჩნეული და მოკლედ როგორც ჩანს ეს ბოლო 3-4 წელია გადაწყვიტა პოლიტიკაში შემოსვლა და ისეთი ორიენტაციის არის, რომ დასავლელ დემოკრატიულ ლიბერალურ პარტიას ზუსტად ჭირდებოდა მსგავსი კადრი და აიტაცეს თავის კლავებში ჩაიხუტეს და ნიუ-იორკის მერობის პრაიმერიში გაიმარჯვა თავად კომოზე. კომო იყო, შეგახსენებთ, ნიუ-იორკის გუბერნატორი, საკმაოდ გავლენიანი პირი დემოკრატიულ პარტიაში, ასაკშია, ანუ ახალგაზრდა არ არის და ისიც კი დაამარცხა, ბუნებრივია ვერ დაამარცხებდა, უბრალოდ ეს ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ფრთის ულტრამემარცხენე ნაწილმა დაუჭირა მამდანის მხარე. შემოდგომაზე არის არჩევნები, ნიუ-იორკის არჩევნები არის ოქტომბრის თვეში და შესაბამისად ვეცდები, რომ ამერიკანისტი მოვიწვიო. ანუ შეიძლება არ იყოს ესეთი ვიწრო წრის პროფესიონალი ამერიკანისტი, მაგრამ პიროვნება ვინც კარგად იცის ამერიკის ყოფა, ამერიკის ეკონომიკური მდგომარეობა, თუ რაზე დგას ეს ქალაქი, ეს შტატი, რა თქმა უნდა, თავად ზოგადად გლობალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებსაც გავივლით. მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა და გვერდებით, რომ ზაფხულის განმავლობაში არაერთი სტუმარი მეყოლება. იმიტომ რომ წინასწარი შეთანხმებები მაქვს, იმიტომ ვაძლევ ჩემ თავს ამის თქმის უფლებას. და რა მინდა გითხრათ, კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით, ვინც ის სიბილწე უნებლიეთ წაიკითხეთ ან თვალი მოკარით. გამომდინარე იქიდან, რომ მოდერატორი მე თვითონ ვარ და ყოველთვის ესე მყისიერად ვერ ვასწრებ კომენტარებში ამ მსგავსობის წაშლას. ვცდილობ მაქსიმალურად, როგორც კი ვნახულობ, დღის განმავლობაში ამდენჯერმე მოვამოწმებ, ვშლი. მოკლედ სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა, გავმეორდი, მაგრამ აპატიეთ. საუკეთესო სურვილებით და ერთს გეტყვით, ბოლოსთვის შეგახსენებთ, რომ ვიცი ძალიან მომობეზრებელია, ყველა ბლოგერი YouTube სივრცეში ითხოვს, რომ გამოიწერე და ლაიქე და ასე შემდეგ. მე ხშირად ამ ფრაზას არ ვამბობდი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საინტერესო სტუმრები არიან და ალბათ არანაკლები საინტერესო სტუმრები მეყოლება, უკვე ალბათ შესაძლოა მართლაც ღირდეს უკვე ჩემი გვერდის გამოწერა და შესაბამისად მოწონება, გამომდინარე იქიდან, რომ ნახვებისა და მოწონების რაოდენობით YouTube-ის ალგორითმი თulis წვდომის არეალს, ანუ რაც უფრო მეტი ნახვა და მოწონება, მით უფრო ფართო დაფარვის არეალს მაძლევს. შესაბამისად გამოიწერეთ და მოიწონეთ. მარტივია, ნუეძებთ, არც ლინკებს აღარ ვდებ, ვინც ახლა დიდი ხანია მიყურებთ, პირობითად დიდი ხანია, იან თებერვლის თვიდან. ლინკებსაც აღარ ვდებ, იმიტომ რომ ბევრი ვერ გადადიოდა, იმიტომ რომ ზოგს პავლოს თხოვდა და ასე შემდეგ. მარტივად Facebook-ზეც და YouTube-ზეც აკლიფეთ ჩემი სახელი და გვარი. და მხოლობით რიცხვში ვარ, ყველა ვარიანტში შემხვდებით მე.
შესაბამისად ჩართეთ, უყურეთ და აი ყურების პროცესში მოიწონეთ და გამოიწერეთ, ვისაც მოგწონთ, რას ვაკეთებ და როგორც ვაკეთებ. აბა დროებით, ბედნიერად, გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით.